მოგესალმებით, რასო მაყურებლებო, მინდა ვისაუბრო ქალაქ აგარტას შესახებ, რომელიც არის დაკარგული ცოდნა. არის რამოდენიმე ჰიპოთეზა. პირველი ჰიპოთეზა არის ასე ვთქვათ მარსიანელებთან დაკავშირებით. თითქოს მარსიანელები ჩამოვიდნენ დედამიწაზე და მათ უმაღლესმა ცოდნამ გააკეთა ის, რაც გააკეთა, შეიქმნა ქალაქი აგარტა, რომელიც მდებარეობს დღემდე, რაოდენიმე მეცნიერულად, დღემდე მდებარეობს დედამიწის შიგნით. დედამიწის ბირთვიდან, ანუ ბირთვსა და ზედაპირს შორის. არის გამოკვლევები ჩატარებული, რომელიც გვიყვება იმას, რომ აგარტაში ჩასასვლელი არის კავკასიონიდან, კავკასიონის ქედიდან. მეორე ჰიპოთეზა ვიქცევს, რომ ეს არის ასე ვთქვათ ხვამლის მთა, ხვამლის მთიდან არის ჩასასვლელი და მესამე ჰიპოთეზა ამტკიცებს იმას, რომ ეს არის ნუნისიდან ჩასასვლელი, ნუნისში არის ჩასასვლელი კარები. რატომ მაინც ეს სამი ადგილი? და რა დაბრკოლებები შეექმნათ იმ ადამიანებს, ვინც იკვლევდა ამ ყველაფერს. პირველი, დავიწყოთ ხვამლის მთით. ალბათ ყველამ კარგად იცით ალიოშა ჯაფარიძე ვინ იყო, რას წარმოადგენდა. ალიოშა ჯაფარიძე იყო მთამსვლელი, არქეოლოგი და მთელი მისი ცხოვრება მიუძღვნა ხვამლის მთის გამოკვლევას. ერთ დღესაც ეს ყველა მიცის, წერია კიდე შეგიძლიათ ნახოთ. ერთ ღამეს ანუ გარდაცვლილი იყო ეს ალიოშა ჯაფარიძეს და მის რამოდენიმე გუნდის წევრებს ხვამლის მთაზე, გაურკვეველ ვითარებაში. რა, როგორ, რანაირად და რა მოხდეს, არავინ არ იცის. დღემდე დაბუდადებული და პროცესული ხდება ეს მის გარდაცვალების საკითხი. მინდა გადავიდე ახლა ნუნისზე და კავკასიონის ბოლოს შემოვიდეთ. ნუნისში არის ასე ვთქვათ გამოქვაბულები, როგორ ეძახიან, აღარ მახსოვს ახლა ზუსტად მომიტევეთ. მინდა ვთქვა, რომ ამ გამოქვაბული, ერთ-ერთი გამოქვაბული არის ძალიან იდუმალი. ბევრი ამბობდა და ამბობს დღემდე, რომ ერთ-ერთი გამოქვაბულთან რომ მივედი, შიგნიდან იცმოდა საშინელი შემზარავი ხმები, კივილის, წივილის ხმები და ყველა გამოქვაბული არის ჩარაზული, დაკეტილი და მისი გაღება არავის არ შეუძლია და ხვამს დაუბრუნდები 2 წუთით და მინდა ვთქვა ხვამზე ასეთ რამე. გადმოცემის მიხედვით ხვამლის მთაზე იყო მიჯაჭვული ამირანი. ეს უკვე ძალიან ისტორიაში ჩავათა ეს რო გავშიფრო ეს თემა და ძალიან ბევრი ჰიპოთეზაც, ძალიან ბევრი მასალები გვეუბნება იმას, რომ აი ხვამლის მთაზე იყო მიჯაჭვული ამირანი და მინდა ვთქვა, რომ დღემდე აი ნუნისის გამოქვაბულებს არავინ არ ეკარება, აი ზუსტად იმიტომ, რომ აი ესეთი დაფარულია ეს ცოდნა. და კავკასიონზე გადავიდეთ. კავკასიონზე მე ძალიან ცოტა ვიცი სიმართლე გითხრათ, ერთ-ერთი რაც ვიცი, ეს იყო, რომ იქ ცხოვრობდნენ გიგანტი ადამიანები, ну რა თქმა უნდა, მილიონობით წლით ადრე და ამ გიგანტების რასამ შექმნა ეს ქალაქი და ზუსტად იქიდან იყო ჩასასვლელი გიგანტების ქალაქში, რომელსაც ქვია აგარტა. ასევე არის მეორე ჰიპოთეზაც,
ასტერონელი ასტეროიდების სარტყლის ტერიტორიაზე იყო პლანეტა ლუციფერი, რომელზეც დასახლებულები იყვნენ მარსიანელთა ნაწილი. ნაწილი ხალხისა, რომლებმაც შემდეგ ეს პლანეტა გაანადგურეს თუ განადგურდა, ეს არავინ არ იცის, არის ორივე ჰიპოთეზა, რომ გაანადგურეს და განადგურდა კიდეც მათ მიაღწიეს უმაღლეს ცოდნას, უმაღლეს საფეხურს და გადავიდნენ უკვე სხვა ტერიტორიაზე, ასე ვთქვათ, სხვა იერარქიაში. ნაწილი გადავიდა უკვე სხვა პლანეტაზე საცხოვრებლად, ნაწილი დედამიწაზე დაბრუნდა დედამიწელების გადასარჩენად. და დღემდე ასე ვთქვათ დაფარულია ეს ცოდნა, რაც შეეხება აგატას. სულ ამის მოყოლა მინდოდა თქვენთვის, ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის და საინტერესო თემა იყო, მართალია მწირი, მაგრამ საინტერესო. ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის. მე კონსტანტინ რაჯაფარიძე ვიყავი და მცირე ვიდეო ვლოგებს აუცილებლად შემოგთავაზებთ კიდევ ვეგას და მაზებას. უკვე სხვადასხვა თემებზე და შემდეგი თემა იქნება ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური, მისი იქ მომხდარი აფეთქება 1986 წელს და ძალიან საინტერესო თემებს წამოვდა წინ. მადლობა ყურადღებისთვის, ნახვამდის.